სინამდვილეში ქვეყანაში უამრავი ნარკოტიკი ტრიალებს 360-ჯერ მეტი, ვიდრე თქვენ გინახავთ ტელევიზორებში, რომ დაუჭერიათ. ერთადერთი გამოსავალი ამისთვის არის საბოლოო ჯამში ის, რომ წამალი იყიდებოდეს აფთიაქში. არ არსებობს კაცობრიობის ისტორიაში არც ერთი საზოგადოება, რომელიც თავისუფალ იყო ნარკოტიკულ ნივთიერებებზე. უშველოთ ამ გაჭირვებულებს და აფთიაქში მივყიდოთ წამალი. ესენ ჩვეულებრივი ადამიანები გახდებიან ეგრევე, როგორც სიგარეტის წეველი არის ჩვეულებრივი ადამიანი, იმიტომ რომ სიგარეტის შონა ყველგან შეუძლია. წარმოიდგინეთ, რომელი წელი იყო 2024 თუ 23, როდესაც ჟს მინისტრი ერთ-ერთ მოხსენ პარლამენტში მოდიოდა ხოლმე რა და მოვიდა და მოგვიყვა რაღაც რამდენი კილო ჰეროინი და რაღაცები ამოიღო რა, ესეთი სია იყო ნარკოტიკების, რამდენი ნარკოტიკი იპოვა პოლიციამ და დაიჭირეს ბარიგები და იგია. უბრალოდ რო გესმოდეს ზოგადად რა არის ეგ რა ფენომენია, ნარკოდამოკიდებულება, ნარკომოხმარება და მათემატიკა იცოდა, შეგიძლია უბრალოდ აიღო და რაც გავაკეთეთ იმ მომენტში, რაც ამ მოხსენებაში ეწერა რამდენი ნარკოტიკი ამოიღეს, ის ნახეთ რამდენი დღის სამყოფია, საქართველოში ხო ვიცით რამდენი თქვათ ინტრავენული მომხმარებელი, რამდენი ნარკოდამოკიდებულია, ამ ნარკოდამოკიდებულებს რამდენი ნარკოტიკი ჭირდება დღეში და რო დააჯამებდი გამოდიოდა რომ შესაძლოა მთელი წლის მანძილზე ამოღებული ქონდა 1 თუ 2 დღის სამყოფი მთელ ქვეყანაში, რაც ნარკოდამოკიდებულები არიან, იმათ რომ მოეხმარათ. დანარჩენი 360 თუ რაღაცა დღის სამყოფი, ხო, გასაგებია რომ ის ან ვერ დაიჭირეს და ვერ ამოიღეს. ბარიგებს რო იჭერენ ხოლმე ეგრეთ წოდებულს. სინამდვილეში არის რომ თქვენ რაღაც თემიდან ყურადღება გადაგატანინონ, ან გაჩვენონ როგორ მაგრად მუშაობს ჟს, რომ აი ნახე, იქ ვიღაცას გასკვანჩული გდია, იქ ხელბორკილებით, აქეთ მე მაგიდაზე გაშლიან ამ ჩეკებად დაფასებულ რაღაცას და გონია რომ აი გადავრჩით ხალხო კიდე კაი ეს ბარიგად დაიჭირეს. შეიძლება რაც იმას უპოვეს ქვეყნის მასშტაბით რა მოხმარებაც არის ნარკოტიკების, შეიძლება 1 საათის ისიც არ იყოს საკმარის. სინამდვილეში ქვეყანაში უამრავი ნარკოტიკი ტრიალებს, უამრავი, ხო გეუბნებით, 360-ჯერ მეტი, ვიდრე თქვენ გინახავთ ტელევიზორებში, რომ დაუჭერიათ. 360-ჯერ მეტი, იმიტომ რომ ვიცით რომ რაღაც 50,000-მდე დაახლოებით ინტრავენული მომხმარებელია, ამ მომხმარებელს იმისთვის რომ მომხმარებელი დარჩეს და თუ მომხმარებელს ვეძახით გამოდის რომ დღეში რაღაც X რაოდენობის ნარკოტიკს მოიხმაროს და მე უბრალოდ რო გადაამრავლო, ნახავ რომ იმხელა ნარკობაზარია სინამდვილეში, რომელიც ხშირად დაკრიშულია ხოლმე მათ შორის ისევ ძალოვანი სტრუქტურების მიერ, რომ თქვენ უბრალოდ თვალში ნაცარს გაყრიან, როდესაც ფონიჭალაში შეუვარდებიან ვიღაცებს და იჭერენ სპეცნაზით და რაღაც ჭერიდან ჩამოდიან. ეგ არის დადგმული სპექტაკლი. მთელი პრობლემა ამ ბიზნესის არის ის, რომ მონოპოლია დრაგების მოწოდებაზე აქვს სისტემას ყოველთვის, სხვადასხვა ფორმით, იმიტომ რომ ადამიანთა საზოგადოება აკონტროლოს. აპარატს დადგამს თუ იმას გააკეთებს, რა ქვია, ცენტრსარეაბილიტაციოს, თუ მარტო მონოპოლისტი იქნება მთავრობა, რომელიც აკრძალულ იმის გამო რომ ერთის მხრივ აკრძალვას და სიმკაცრეს აწესებს, მაგრამ მეორეს მხრივ თვითონ არის სინამდვილეში ამ ბიზნესის ხელშემწყობი, სხვადასხვა ფორმით, ანუ სხვადასხვანაირად. იმიტომ რომ აკონტროლოს ფულის მასა ერთი, აკონტროლოს დრაგების მიმოქცევა და აკონტროლოს ხალხი, რომელიც ამას მოიხმარს. სასაკვირველია ეს 1000-დან მაიმუნურ ფორმას მოიფიქრებს ამისთვის. ერთადერთი გამოსავალი ამისთვის არის საბოლოო ჯამში ის, რომ წამალი იყიდებოდეს აფთიაქში. ექიმის რეცეპტით. ეს არის გამოსავალი. ცივილური ქვეყნები ამას ასე აკეთებენ. ვინც ამას ასე არ აკეთებს, ის სინამდვილეში ექიმს ართმევს უფლებამოსილებას ეს რეცეპტი გამოწეროს და აძლევს პოლიციელს. დღეს პოლიციელი წერს ამ რეცეპტს ნაცვლად ექიმისა. ეს არის მთელი პრობლემა. ოღონდ არალეგალურად. როგორც ჩანს, სხვა რამეა საჭირო იმ შიშების გასადევნად და დასადრგუნად, რაც ადამიანს აქვს სამწუხაროდ ამ ქვეყანაში. იცი რა მაგალითი შეიძლება გამოგადგეთ თქვენი მეგობრებისთვის ასახსნელად სინამდვილეში მეტადონის პროგრამა. მეტადონის პროგრამა მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია ის რაღაცა ადამიანს არათავისუფლებს ნარკოდამოკიდებულებისგან, იმიტომ რომ როცა დამოკიდებულება ის ძალიან რთულად შეიძლება ჩამოცილდეს ნარკოტიკებს, მაგრამ მეტადონის პროგრამა არის
ჩათვალეთ რომ ოპიოიდების ლეგალური არ არის, მაგრამ ნუ აი რა ლეგალიზების რაღაცა ფორმაა, ანუ ერთ-ერთი ლეგალიზაცია გააკეთა, რომ მიწოდებელი მონოპოლისტია. ხო, თავრობამ მიწოდებელი. კი ბატონო, აი 15000 ადამიანია მგონი ჩართული მეტადონის პროგრამაში, რომელიც ადრე მოიხმარდა ინტრავენულად სხვადასხვა ნარკოტიკს, ჰეროინს, მორფს, რაღაცას. ეს ადამიანები მეტადონის პროგრამაში ჩართვით ჩათვალეთ რომ დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ ცხოვრებას და მეტადონის პროგრამაში გამორიცხულია ზედოზირება, გამორიცხულია რომ ცუდი წამალი შეგხვდეს და ამის გამო რაღაცა დაგემართოს. რაღაცნაირად მიდიხარ, შენ დოზას იღებ და მე ფუნქციონირებს საზოგადოებაში ისე რომ შეიძლება ზოგმა ვერც კი შეგატყოს, ვიღაცა შეიძლება შეგატყოს, მაგრამ ვიღაცები არიან რომ ოჯახმა არც კი იცისო, ისე დავდივართ ამ პროგრამაში, ისე ვარ ჩართულია რომ ანუ ვერ ატყობენ, რომ ამ ადამიანს რამე ნაკლი აქვს ესე ვთქვათ რაღაცნაირი მის სრულყოფილ ჩვენად არტიაში რომ იყიდებოდეს ადამიანები შეძლებენ ხო ქრონიკული დაავადებით ხო არსებობენ კაცო ადამიანები. ანუ რავი ჩვეულებრივად ქრონიკული დაავადებაზე ბევრად უფრო ნაკლები საფრთხით იმოძრავებდნენ და გაგრძელებდნენ ცხოვრებას და ახლა მთელ პრობლემას უქმნის არა საკუთარი დამოკიდებულება ამ ხალხს, არამედ ის რომ დევნიან. რაც არის ადამიანს არის ის რომ არ არსებობს კაცობრიობის ისტორიაში არც ერთი საზოგადოება რომელიც თავისუფალ იყო ნარკოტიკული ნივთიერებებისგან სხვადასხვა ფორმით. სადაც ეს არის შოებოდა, ის შოებოდა, სადაც ის არის შოებოდა, მესამე შოებოდა. აფრიკაში სადაც რაღაცა ნივთიერებები არის შოება, ცნობიერების შეცვლის ისეთ გზებს იყენებენ, რომ ჯობია არ მოუყვება პირდაპირ ეთერში. ხაზო ბაყაყს იჭერენ და ბაყაყის ხამს იყენებენ და რა ვიცი. ამაზონის ჯუნგლებში იმის რა ქვია სამხრეთ ამერიკის ერთ ნაწილში რომ რაღაც ნივთიერება რაღაც მცენარე მოდის და მეორე ნაწილში რომ რაღაც მცენარის ფესვია იმას რომ გააერთიანებ და მარტო ეს ორი ნივთიერება რომ ერთად მუშაობს ეგ გაარკვიეს 1000 წლის წინ და აიოვასკას ხარშავენ ანუ მარტო ეგ ორი მცენარე მუშაობს ერთად რომ მოიხარშოს აიოვასკა და ეგ გაარკვიეს ტიპებმა წარმოიდგინე ანუ შესაბამისად არ არსებობს საზოგადოება რომელიც თავისუფალია ნარკოტიკისგან მაინც ყველა იქნება ვიღაც რაღაცის მომხმარებელი და ჩვენი მიზანი კი არ უნდა იყოს რომ წარმოვიდგინოთ რაღაცა იდეალური საზოგადოება სადაც არ არის ნარკოტიკები და დედამიწაზე ეგეთი რამე შეუძლებელია გაკეთდეს არამედ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთ წესრიგი შევქმნათ რომ ადამიანები რომლებიც რამეზე არიან დამოკიდებულები ერთი რომ დავეხმაროთ რომ არ იყვნენ დამოკიდებულები და ამისთვის წესიერი ინსტიტუტები გვინდა ოჯახი გვინდა ეკლესია გვინდა ადამიანების რომ საშუალება ქონდეთ თვითრეალიზდნენ და საზოგადოებაში რაღაცას მიაღწიონ ეგეთ საზოგადოება გვინდა მაგრამ თუ ამის მიუხედავად მაინც არის ადამიანი რამეზე დამოკიდებული ის რომ არ მოკვდეს ეგ უნდა იყოს თავი მიზანი რომ რამე ისეთი არ დამართოს საკუთარ თავს ამ პროცესში რომ გადაიცვალოს ტრაგედია ეგ არის მაშინ არ მოკლა ხო, ну, შესაბამისად თუ ამ წესრიგს არ აწყობ, მე გამძლევ შენ კლავ. იმიტომ რომ უფრო უსაფრთხო ნივთიერებებს თუ გაუქრობ, წავა და ის რა წიწვებს მოხარშავს, ბენზინს გადაურევს, რაღაცა ასანთი, რაღაცები ვერეს და მე ლპება რა თან. ანუ თან არის ციხეში რომ 5 წელი ჩასვი და დედაუტირე, ელესდეს რა უნდა იქნება? 5 წელი კიდე კაი ვარიანტია. ხო, ანუ ელესდეს და ექსტას რა უნდა იქნება? იმისთვის ისეთი რომ რაც შენ ციხეში უქენი. მაგის გარშე საზოგადოებები არ არსებობს. ეს უნდა ვაღიაროთ ფაქტად და ვიმოქმედოთ ზიანის შემცირების მიმართულებით. რაც შეიძლება ნაკლებად რომ დაზიანდეს ადამიანი ამ პროცესში. ესენი ჩვენი საზოგადოება რა უქნათ, გავრიყოთ, დავიჭიროთ. არა, უნდა მოვუაროთ. მათ იმედი არ უნდა გქონდეს და უნდა მოვუაროთ, იმიტომ რომ ზოგადად ნარკომანების იმედი არაფერში არ შეიძლება გქონდეს. ისინი ყველგან გადაგაგდებენ. ნარკომანების და პატიმრების იმედი არ უნდა გქონდეს. ანუ ორივე იმდენად ყავს სისტემას ჯიბეში ჩაჯდენ, იმდენად აშინებს და იმდენად ზემოქმედების ბერკეტები აქვს, რომ ისინი ყოველთვის იქნებიან იმის ხარეს, ვინც შეაშინებს. მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ თუ ნორმალური, მორალური ადამიანები ვართ, გაჭირვებულს უფრო მეტად არ უნდა დავაჭიროთ. ქოცებმა ზოგადად ანუ რა გააკეთეს სამდვილეში ის რომ ყველაზე გაჭირვებულს, რომელიც მაინც მათ ჯიბეში ზის, კიდევ უფრო მეტად წააჭირეს წიხლი და კიდევ უფრო მეტად ჩაისვეს ჯიბეში. ადამიანი რომელიც წამალზეა დამოკიდებული, ის ყოველთვის იმას შეასრულებს რასაც ეთქვის ის ვინც წამალს მიაწვდის და მთავრობა ყველაზე კარგი წამლის მიმწოდებელიც არის. ისევე როგორც ვისაც თავისუფლებას წაართვებ ტყვეს. ტყვის იმედი არ შეიძლება გქონდეს. ანუ ის ტყვეა, ციხეში ზის და იცი რომ მას თავისუფალი ნება არ გააჩნია. მათ ჩემი აზრით ხმისუფლებაც არ უნდა გქონდეთ. იმიტომ რომ უბრალოდ არაფერ შუაში არ არის, კაცი რო ციხეში ზის, ის არ გამოხატავს თავისუფალ ნებას. მთელი პრობლემა მაშინ მდგომარეობს. და ჩვენ ვაძლევთ ხმისუფლებას, მაგრამ ამ ხმებს მე სულ თავრობა თრეულობს. ისევე როგორც ნარკომანების ხმებს სულ თავრობა თრეულობს. ზოგადად
არაფერზე დამოკიდებულება კარგი არ არის. არ არსებობს ნიშნულობა რა რაზე იქნები დამოკიდებული, რის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. არაფერზე დამოკიდებულება კარგი არ არის, იმიტომ თავისუფალი არ ხარ. ნარკომანობაც არის ასეთი. იმიტომ რომ უბრალოდ იცით რა ამძიმებს ნარკომანების მდგომარეობა საქართველოში, რომ ნარკომანი საქართველოში ნარკოტიკზე კი არ არის დამოკიდებული. ნარკომანი საქართველოში სისტემაზეა დამოკიდებული. და ამიტომ გამოდის მუნის მსგავსი არსება. და მას ეგრე ექცევიან, როგორც მუნის მსგავს არსებას და ისინი სულ მხარს უჭერენ წამლის სანაცვლოდ მონობას. ეს არის ნარკომანების პრობლემა საქართველოში და სულ იარსებებს ჩემი აზრით, სანამ ეს ხალხი მე არ ვიცი რომ უნდა გამოვიდეს. ანუ ჩვენ უნდა დავარღვიოთ ეს რაღაცა ჭრა, ანუ წრე არის ჯადოსნური წრე. ამ ჯადოსნური წრის მიხედვით ნარკომანები არ არიან ადამიანები, ისინი რაღაც ცოტა უფრო ნაკლები ადამიანები არიან. ის შეგიძლია, რა ვიცი, სადღაც დაიბარო, შეურაცხყოფელად გადააყლაპო აბი, გამოსვლის დროს ყელში წვდე რა, მარტივად რო გითხრათ, დაავლო კისერში ხელი, ენიდან ამოგლიჯო რაღაცა, თუ შეამოწმო ენაზე წამალი არ აქვს, არ გამოაქვს ენით ეს წამალი, მოუტყაპონო ერთი სახეზე და გაუშვა. თუ მოაქვს ეს წამალი პირით, დაიჭირო ჩასვა ციხეში. ანუ ასეთ ავადმყოფურ ქმედებას ჩავდივართ ამ ავადმყოფების მიმართ. თვითონ ეს ადამიანები ამას ხარს უჭერენ, ოღონდ იმიტომ რომ ეს ურჩევნიათ სულ არაფერს. ერთადერთი რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ მოდი ჩვენ რამე სხვანაირად მოვიპოვოთ თავისუფალმა ადამიანებმა სიტუაციაში კონტროლი. და მე ვუშველოთ ამ გაჭირვებულებს და აფთიაქში მივყიდოთ წამალი. და ესენ ჩვეულებრივი ადამიანები გახდებიან ეგრევე, როგორც სიგარეტის მწეველი არის ჩვეულებრივი ადამიანი, იმიტომ რომ სიგარეტე შონა ყველგან შეუძლია. როდესაც შენი მიზანი არის მოიტყუო, თქვა რომ თითქოს თან ლეგალიზებულია ხალხო, ანუ იმ ხალხს ვინც მოსაწევს ეწევა, უთხრა რომ რა გინდა ხო არ გერჩით ბიჭებო, აგე რავი თავისუფლად იყიდება, ეწევით ესა ისა იმათ ეს უთხრა. და მეორე მხრივ ხალხს უთხრა რომ ნახე მე როგორ ვიბძვი, ყველაფერს ვკრძალავ და აი დაცული იქნება თქვენი შვილები, თქვენი ოჯახი, არასდროს ისინი მარიხუანას არ ნახავენ. ორივე მხარეს ატყუებ, ერთს ატყუებ რომ თითქოს არ ებრძვი და ებრძვი, მეორეს ატყუებ რომ თითქოს არ არის შენი ბრძოლის შედეგად, ამის შემდეგ კანაფი ხელმისაწვდომი და მათშვილებს არასდროს ხელში არ ჩაუვარდებათ, არადა ჩაუვარდებათ. და ნაცვლად იმისა რომ ხალხს უთხრა რომ ასწავლეთ თქვენ შვილებს ამასთან ურთიერთობა, ისევე როგორც ასწავლეთ სიგარეტთან ურთიერთობას, ალკოჰოლთან ურთიერთობას, ამის ნაცვლად ეუბნები რომ თქვენ არაფერი არ ასწავლოთ, მე ვარ აგერ და მე მივხედაო და ეს ტყუილი გაქვს დასამალი. მან პრობლემა საერთოდ არ აქვს სისტემას და თვითონ როცა უნდა მაშინ გაყიდის, როცა უნდა რანაირადაც უნდა. ნებისმიერი სხვა დრაგი რო ავიღოთ, რომელიც რა ყველა მიცის რო ქვეყანაში არსებობს, საბოლოო ჯამში, რავი, ახლა ისა რა ქვია, საიდან აბა. ფონიჭალაში იმას რო იჭერო ორ კაცს და არასდროს იქ პრობლემა არ არის, ვინმე სამეს შონა რომ მოუნდეს, შემთხვევით ხო არ არის? უბრალოდ მე არ ვითხოვ ვინმე საკრძალვას. მე ვითხოვ იმას, რომ მოდი ყველაფერი გავხადოთ საჯარო და წამალი იყიდებოდეს აფთიაქში. ძალიან მარტივი ამბავია ეს. ტრადიციულად, ისტორიულად წამალი ყოველთვის აფთიაქში იყიდებოდა.